რამდენიმე უტოლობა გავაკეთოთ, თქონდ განსხვავებული იმით იქნება ეს უტოლობები, რომ მოგვიწევს გამრავლება და გაყოფა უარყოფით რიცხვებზე, ზოგჯერ დადებითებზეც, მაგრამ ძირითადად უარყოფით რიცხვებზე და რატომ არის ეს განსაკუთრებული, ამას ახლა მალე დაინახავთ. ცოტა უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე, როცა ასეთ უტოლობებს გავაკეთებთ და ახლა ნახავთ რატომ. თქვათ გვაქვს -0.5, ეს ნულიანია. 0.5 x, -0.5 x ნაკლებია ან ტოლია 7.5-ზე. ლოგიკური არის, რომ ორივე მხარე უნდა გავყოთ -0.5-ზე, ხო? რომ მარტო x-ი დაგვრჩეს ერთ მხარეს და გავარკვიოთ რა არის ის x-ი, როგორები არის ის x-ები, რომლებიც აკმაყოფილებს აი ამ უტოლობას. მაგრამ ერთ რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა უტოლობას ვამრავლებთ ან ყოფთ უარყოფით რიცხვზე, უტოლობის ნიშანი იცვლება. ახლა შეიძლება უცებ ლოგიკური არ იყოს და უცნაურად მოგეჩვენოთ რატომ არის ასე, მაგრამ აი მარტივ მაგალითს გიჩვენებთ. დამტკიცება არ იქნება ეს, მაგრამ მაგალითი იქნება ისეთი, რომელიც ინტუიციას მოგცემთ, რატომ არის საჭირო უტოლობის ნიშნის შეცვლა, როცა უტოლობას ვამრავლებთ უარყოფით რიცხვზე. აი თქვა დავწეროთ უტოლობა 1 ნაკლებია 2-ზე. ლოგიკურია ხო, ყველაფერი კარგადაა, 1 ნაკლებია 2-ზე. მაგრამ მოდი ახლა ეს უტოლობა გავამრავლოთ -1-ზე. ორივე მხარე გავამრავლოთ -1-ზე. მარცხნივ მექნება -1 და მარჯვნივ მექნება -2. და რა გამოვიდა? უცებ -2 არის ნაკლები, ან უცებ მარჯვენა მხარე არის ნაკლები მარცხენაზე, იმიტომ რომ ნიშანი რომ შეიცვალა, -2 უფრო უარყოფითია ვიდრე -1, ანუ -2 უფრო უარყოფით ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ -2 უფრო შორს არის 0-ისგან მარცხენა მხარეს, ვიდრე -1. ამიტომ -1 მეტი არის -2-ზე. ესე იგი, 1 ნაკლებია 2-ზე, მაგრამ -1 მეტია -2-ზე. ამიტომ როცა უარყოფით რიცხვზე ვამრავლებთ, უნდა შევცვალოთ უტოლობის ნიშანი. ახლა 0.5-ზე გაყოფა იგივე არის რაც 2-ზე გამრავლება. ამიტომ მოდი ორივე მხარე გავამრავლოთ 2-ზე. აქეთ ამ მხარეს 2-ზე რომ გავამრავლებ, უბრალოდ ეს 0.5 ერთად გადაიქცევა და 1-ჯერ x-ი იგივე x-ია, ხო? ოღონდ -2-ზე გავამრავლოთ, რომ ნიშანიც ბარემ შეიცვალოს. ამიტომ ორივე მხარეს ვამრავლებთ -2-ზე. ახლა აქეთ ამ მხარეს დამრჩება უბრალოდ დადებითი x-ი, ხო? მინუსი მინუსს გააპლუსებს 2 და 0.5 არის ნამრავლში 1. ამიტომ აქეთ ამ მხარეს მაქვს x-ი. აქეთ ამ მხარეს მექნება -7.5 გამრავლებული 2-ზე, რაცა 15, ამიტომ -15 და უტოლობის ნიშანი როგორც გითხარით, უნდა შეიცვალოს, რადგან უარყოფით რიცხვზე გავამრავლეთ. აი, გამრავლების ნიშანი შემეძლო ამეწერა. ამიტომ ეს იქნება მეტი ან ტოლი -15-ზე. ესე იგი, გამოდის, რომ ამონახსნი, აი ამ უტოლობის ამონახსნი, მოდი დავხაზავ კიდეც ამას. ამ უტოლობის ამონახსნი იქნება ესეთი რაღაც. ესე იგი, აი თუ არის თქვათ, არა, 0 არ გვინდა, რა გვინდა 0 აქ. პირდაპირ დავწერე, ეს თუ არის -15, აი ამ უტოლობას აკმაყოფილებს ის x-ები, რომლებიც მეტი არის -15-ზე, -15-ის ჩათვლით, ანუ რომელიც მეტია ან ტოლია -15-ზე. აი მართლაც რომ სცადოთ თქვათ -16, -16 არ არის მეტი -15-ზე არც ტოლია -15-ის და რომ ჩავსვათ არ გამოვა. -0.5 რომ გავამრავლო -16-ზე, მივიღებ დადებით 800 და 8 არ არის ნაკლები ან ტოლი 7.5-ზე, მეტია 7.5-ზე. ამიტომ ესე იგი გამოდის რომ x-ი მეტია ან ტოლია -15-ზე არის ამისი პასუხი. შეგვიძლია ეს ჩავწეროთ ინტერვალთა, ანუ ინტერვალის აღნიშვნითაც 15-ის ჩათვლით და დადებით უსასრულობამდე. ეს დახურული კი არა, კვადრატული ბრჭყილი გულისხმობს მარცხენა ზღვრის ჩათვლით და მარჯვენა მხარეს ვერ დავხურავ, იმიტომ რომ უსასრულობა მთლად რიცხვი არაა, უსასრულობის ჩათვლითო ვერ იტყვი, ამიტომ უსასრულობამდე, ესე ვამბობთ, ანუ სულ. კაი ბატონო, და შეგვიძლია ჩავწეროთ ეს ცოტა უფრო ესე მკაცრ მათემატიკურადაც, ვაიმე ხელს ვერ ვაკონტროლებ. აი ესე. ესე იგი, x-ი არის მოდი როგორ დავწეროთ, ისეთი ნამდვილი რიცხვი, რომ x-ი მეტია ან ტოლია -15-ზე. აი ესე ოფიციალურადაც შეგვიძლია ჩავწეროთ. აი ეს არის ამონახსნი ამ უტოლობის. მოდი კიდევ გავივარჯიშოთ ასეთ უტოლობებში, კარგად რომ ჩაგვებეჭდოს ტვინში. თქვათ გვაქვს 75x-ი მეტია ან ტოლია 125-ზე. ამ შემთხვევაში უარყოფითი არაფერია, ამიტომ თავისუფლად შემიძლია პირდაპირ გავყო ორივე მხარე 75-ზე. ესე იგი, აქეთაც და აქეთაც გავყოფთ 75-ზე, დაგვრჩება რომ x-ი მეტია ან ტოლია. ეხლა ეს ორივე 25-ზე იკვეცება, ზემოთადან დარჩება 5, ქვემოდან 3, ესე იგი 5/3-ია. ანუ გამოდის რომ x-ი არის მეტი ან ტოლი 5/3-ზე, ან ინტერვალებით თუ ჩავწერთ 5/3-ის ჩათვლით პლუს უსასრულობამდე არის x-ი მოთავსებული.
და შეგვიძლია გავაკეთოთ კიდეც უცებ რიცხვით ღერძზე ეს. თქვათ, აქ თუ არის 0, ეს თუ არის 1, ეს თუ არის 2, 5/3 იქნება სადღაც აი აქ. მოდი, სხვა ფერით აღვნიშნოთ. აი აქ იქნება სადღაც 5/3. აი ესა 5/3, ესე. და ამას მარჯვნივ და აი ამ რიცხვის ჩათვლითაც ყველაფერი გვაკმაყოფილებს აი ამ უტოლობაში. ანუ ამ უტოლობას აკმაყოფილებს აი ამ ინტერვალზე მყოფი x. მაგრამ ესეც მარცხენა მხარესაც შემეძლო დამეწერა. მოდი კიდევ ვქნათ. თქვათ, მინუს, ან მოდი ესე ვიტყვი. x-ი გაყოფილი -3-ზე მეტია -10/9-ზე. აი ესე. ახლა, ისევ ლოგიკურია, რომ ორივე მხარე უნდა გავამრავლო -3-ზე, მაგრამ არ უნდა დამავიწყდეს, რომ როცა ვამრავლებ უარყოფით რიცხვზე, უტოლობის ნიშანი უნდა შევცვალო. ამიტომ, როცა დავწერ ამას, რომ -3-ჯერ x-ი გაყოფილი -3-ზე, უკვე ნაკლებია, ანუ ანტოლია პრინციპში არ არის აქ, უკვე ნაკლებია ეს -10/9-ჯერ -3-ზე. ესე უნდა მეწეროს. ეხლა ეს -3 და -3 გაქრება და დამრჩება, რომ x-ი ნაკლებია -3 და -10/9 ნამრავლში დადებით რიცხვს მოგცემს და 9 და 3 შეიკვეცება ერთმანეთთან და იქნება 10/3. ესე იგი x-ი ნაკლები გამოვიდა 10/3-ზე. ანუ x-ი ეკუთვნის მინუს უსასრულობიდან, აი, ცუდად დავწერე, მინუს უსასრულობიდან საწოდაობა. მინუს უსასრულობიდან 10/3-მდე ინტერვალს. ოღონდ მდე. აქ კვადრატული ფრჩხილი არ გვაწყობს, იმიტომ რომ მკაცრი უტოლობა. ესე იგი 10/3 არ შედის. ანუ რიცხვით ღერძზე ეს იქნება ასეთი რაღაც. ეს იქნება, აი, თქვათ, აქ თუ არის 0, 1, 2, 3, 10/3 იქნება სადღაც ოდნავ ზემოთ, 1/3 ზემოთ 3-ზე, აი აქ არის 10/3 და გვაწყობს ნებისმიერი რიცხვი, რომელიც ნაკლები არის ამაზე და არა 10/3-ის ჩათვლით. ამიტომ აი აქ პატარა გოლს გავაკეთებ. ანუ თვითონ 10/3 არ უნდა შედიოდეს ამ ინტერვალში. მოდი ერთი მაგალითიც გავაკეთოთ და მაგით მოვრჩეთ. თქვათ იყოს, მოდი x-ი შეფარდებული -15-თან ნაკლები არის 8-ზე. გავამრავლოთ ორივე მხარე -15-ზე, ესე იგი -15 გამრავლებული x-ი გაყოფილი -15-ზე, ნიშანი შევცვალოთ, მეტია 8 გამრავლებული -15-ზე. აი ესე. -15-ები გაქრა აქ, დაგვრჩება x-ი მეტია -140-ზე, ბოდიში. -140-ზე. არა, 120 არის ნამრავლი, 140 არ არის, 80 არის 8-ჯერათი, 40 არის 5-ჯერ 8, ჯამი არის 120, ხო, 140 არა, შემეშალა. ანუ ამისი გამოსახულება იქნება ასეთი. თქვათ, აი აქ არის 0, აი აქ იყოს -120. მაშინ ნებისმიერი რიცხვი, რომელიც მეტი არის -120-ზე, ოღონდ -120-ის ჩათვლით არა, ანუ გვაწყობს აი ამ უტოლობისთვის.